ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სამხედრო ძალების კუთვნილი ხომალდი ფრეგატი ტეილორი შემოვიდა. ნავსადგურში ამერიკელი სტუმრების დახვედრა საზეიმო ვითარებაში გაიმართა. დახვედრას ხელისუფლების პირებთან ერთად საქართველოში ამერიკის ელჩიც ესწრებოდა. რიჩარდ ნორლანდი მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესაც შეხვდა და აქცენტი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის აუცილებლობაზე გააკეთა. ამერიკული საზღვაო სამხედრო ძალების ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ყვინთვის ერთობლივი წვრთნები ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები. ასევე იგეგმება გაცნობითი ხასიათის შეხვედრები. დღესვე ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ. ამერიკული ხომალდი ტეილორი 34 წლისაა, გემის ეკიპაჟი დაახლოებით 200 წევრისაგან შედგება. მას სამხედრო საჰაერო დაკვირვება, წყალქვეშა ნავების განადგურება და სხვადასხვა საჰაერო ოპერაციების განხორციელება შეუძლია. ჩვენი გზავნილია მოქალაქეებმა მეტად გააცნობიერონ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება. სასამართლო უდიდეს როლს თამაშობს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროგრესში. უმნიშვნელოვანესია გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება საზოგადოებამ პატივისცემით უნდა მიიღოს. ჩვენი ვიზიტი დაახლოებით 1 თვის წინ დაიგეგმა, ჩვენც დავთანხმდით, რადგან გაგვიჩნდა შანსი კიდევ ერთხელ სტუმრებოდით თქვენს ქალაქს. ეკიპაჟის წევრთა ნაწილი საქართველოში ნამყოფი არ იყო. ჩვენი მიზანია ერთობლივ წვრთნებთან და უსაფრთხოების გაძლიერებასთან ერთად ქართულ ხალხთან მეტი ურთიერთობა.